ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი ძალიან საინტერესო წამოწყების შესახებ. ეჭვი მაქვს ჩემს მსგავსად ახლა სახლში ძალიან ბევრი ადამიანი დაიარება ფინჯანი ყავით და ამ ყველაფრის ფონზე უფრო სასიამოვნოა მე ვფიქრობ ახალი საინტერესო ამბის გაგება და ვიცი ვისთვის მოუნდეს წერილის მიწერა კაცმა ამ მასობაში ნახოთ სიუჟეტი სასიყვარულო წერილებიდან, პირადი ჩანაწერებიდან და საარქივო მასალებიდან აღებული 10 საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის, ლაჟა ფშაველას, აკაკი წერეთლის, გალაქტიონ ტაბიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, სულხან საბა ორბელიანის, ივანე ჯავახიშვილის, დავით გურამიშვილის, ამბროსი ხელაიას და ლუარსა ბანდრონიკაშვილის ხელნაწერები გაციფრულდა და ფონტის სახე მიეცა. შეიქმნა 10 ცნობილი მოღვაწის კალიგრაფიის მიხედვით შრიფტები. შრიფტები იქნება ხელმისაწვდომი აბსოლუტურად ყველასთვის. ეს არის პროექტის ერთ-ერთი მთავარი არსი და მიზანი. ხელშეუწყობს ზოგადად ამ მიმართულების განვითარებას, ახალი შრიფტების შექმნას, ასევე ხელშეუწყობს ქართული დამწერლობის პოპულარიზებას, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციის პოპულარიზებას და ეს მოღვაწეები მომხმარებლისთვის დარწმუნებული ვარ გაცილებით მახლობელი ადამიანები გახდებიან ამ შრიფტების გამოყენების შემდეგ. პროექტი მუსიკოს ნიაზ დიასამნიძეს ეკუთვნის და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერების გაცნობა და ელექტრონულ სივრცეში ქართული ფონტების გამრავლება. კარგია რომ შედგა ეს პროექტი და თანაც თავარი ის არის რომ გაგრძელდება რა, არ დასრულდება მათ პიროვნებაზე. იქნება კიდევ და კიდევ და მხოლოდ ამდიდრებს ჩვენს ინტერნეტ სივრცეში ქართულ ფონტებს. სასურველი ფონტის გადმოწერა და საკუთარ კომპიუტერში დაინსტალირება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი ვებგვერდიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სრულიად უსასყიდლოდ დღეიდან შეიძლება. ფონტების საგანმანათლებლო ფუნქციასაც შეასრულებს. საიტზე ყველა შრიფტს სტანდარტული ექნება საზოგადო მოღვაწეს ბიოგრაფიული მონაცემები. ცნობილი ქართული საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერების შედარებით გადაქცევა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. რადგან ერთი მხრივ არის პატივის მიღება ამ ადამიანებისთვის, მეორე მხრივ კიდე ურმევი გამოყენებისთვის, ჩვეულებრივი ადამიანების გამოყენებისთვის შექმნილი შრიფტები, რომლებიც ერთი მხრივ ლამაზია ძალიან, მეორე მხრივ ისტორიულია, მესამე მხრივ სენტიმენტალურ დატვირთვას ატარებს ვიღაცისთვის ბარათაშვილის ხელით დაწერილი სასიყვარულო ბარათი, ვიღაცისთვის გალაქტიონის შრიფტით შექმნილი იგივე ბარათი. პროექტი დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბურ ხასიათს შეიძენს და მას ნელ-ნელა თამარ მეფის, დავით აღმაშენებლისა და სხვა მეფეებისა და საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერებიდან აღებული შრიფტებიც დაემატება.